დილამშვიდობის მოგესალმებათ შვებულება გასული ადამიანი როგორ ბრძანდებით გოგოებო ეჩერ მარიკოს ნამუშევარია როგორ ხართ ჰაი აუ იქით არ შუქიო ტყავს ცოტა მგონი რომ ასე ჯობია მარიკო მე მგონი ასე ჯობია რომ იყოს აუ ეს რა ძალიან არ ტყავს შუქი მოიცა ფიქრობ ასე უკეთესია როგორ ხართ გოგოებო დილამშვიდობის მოვიდა თქვენი პუტკუნა მზისხელი როგორ ხართ ხალხო ხო ხართ კარგად თქვენ ალბათ სამსახურებში ბრძანდებით და მე უსაქმრობი ჟამს აგერ ყავას მივირთმევ და ეს არის ჩემი ხემსი სნექის კარაქით ნიგოზით და ვაშლა ტამათი როგორც იცით ხოლმე როგორც მივირთმევ რა მოკლედ როგორ ბრძანდებით მაგრამ აი კოვზით რატო გადავწყვიტე რომ უნდა ვჭამო ახლა ეს მე მითხარით რატო ვიტანჯავ თავს მითხარით მოვალ მალე მოვალ გოგოებო აი გვიან გავიყვით ნუ ოღონდ გამეღვიძა 6-ის ნახევარზე 6-ზე რავი 7 წუთებზე როგორც ხდება ხოლმე დილით რომ საათებში ვდგები იმებზე მეღვიძება მაგრამ დავიძინე ანუ შევძელე რომ ჩამძინებოდა რა იმიტომ რომ ასე გადავწყვიტე ღამე რომ კარგად უნდა გამომეძინებინა ახლა სანამ საერთოდ რამეზე ვისაუბრებ მინდა შევეხო ერთ-ერთ კომენტარს, რომელსაც არ გავატარებდი არც ერთ, რა ვიცი, ვარიანტში და მაინც ამაზე ვისაუბრებდი. ჩემს კვების ვიდეოზე, რომ ჩაყვებით, ახალი დადებული კომენტარია, ალბათოს უწერია, რომ უკეთ ყველა პროფესორი გახდაოთ, რაღაცა იგივე. მინდა ერთი რამ ძალიან მკაფიოთ, ალბათ არც მოусმინა ვიდეოს ასეთი ადამიანები არც უსმენენ ბოლომდე ვიდეოს და არ დასაწყის ნორმალურად მინდა ერთი რამ გითხრათ ვინც ვერ გაიგეთ არ გეყოთ იმის უნარი რომ გაგეგოთ ვიდეოში ძალიან მკაფიოთ ისმის ჩემი ტექსტი რომ მე არც კონსულტანტი ვარ არც კვების ინსტრუქტორი ვარ არც რა ვიცი რამე ხარისხი მაქვს და ზოგადად არანაირი გადაკვეთა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მე ვარ ადამიანი ვინც ძალიან დიდი გზა გაიარა და დაიცვა კალორიული დეფიციტი და რა ვიცი ზეპირად ვიცი თითქმის ყველაფერი და მე ვარ ადამიანი ვინც არის ინსულინ რეზისტენტი და ახლა გადავედი ამ კვებაზე რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან აუცილებელი, სასიცოცხლოდ უკვე და არა უბრალოდ წონის კლებისთვის არ ვარ ორიენტირებული. წონის კლებაზე რომ ვიყო ორიენტირებული, სასწორი ერთი და იგივეს რა თქმა უნდა ჯერ არ მიჩვენებდა და მიჩვენებდა ბევრად ნაკალებ კლებას, ბევრად. თუმცა ამ ეტაპზე გარშემოწერილობები მაკლდება, ჩემი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ძალიან ძლიერი კლება რა თქმა უნდა ვერ მაქვს, იმიტომ კარგად ვიბესკვნები. ეს ერთი. სადრას წერთ ადამიანები ზოგადად ბოლო პერიოდში, ოღონდ დაწეროთ. თქვენთვის სულ ერთია რას წერთ. მომიყვანეთ ადამიანი, მომიყვანეთ ექიმი, ენდოკრინოლოგი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ აი ეს როგორც გვაცა იკვებება. რასაც მე მივირთვევ, არ არის ჯანსაღი. ერთი მომიყვანეთ, ორი არ მინდა. ერთი მომიყვანეთ. ვერავის ვერ მომიყვანთ და ვერ მეტყვის, რომ არა, ეს ჯანსაღი არ არის. თევზი, ხორცი. რას ჯამ კიდე კაცო? დედამიშვილი, ყველი და ასე შემდეგ. თქვენ ტყუპა ვინმეში აგერიეთ. არიან ადამიანები, ვინც პლატფორმებზე სავსეა ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ. ვინც რაღაცა თუნდაც 2 თვე დაიცვა და უკვე მუშაობს და თავისი, რა ვიცი, აუდიტორია ყავს, ვისგანაც თანხას იღებს და უმართლებს და არავინ არაფერს არ ეკითხება, ახლა დაიწყო გუშინ წინ. არიან ადამიანები, ვინც წლები ამ გზას მიყვებიან, იციან ყველაფერი და უზიარებენ ადამიანებს, ასევე იღებენ თანხას და ასევე აქვთ იმ ადამიანებს, რა თქმა უნდა, შედეგი ეხა კვებას რომ დაიცვა, შედეგი ყველა ვარიანტში გექნება. რა გინდათ, რას მეცით ხალხო? ჩემთვის ვარ, ცხოვრობ.
ეს ვიდეო მხოლოდ იმიტომ ჩავწერე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა რითი ვიკვებებოდი. სულ რომ არ იყოს ინსულინ რეზისტენტობა და მე უბრალოდ წონაში კლება მიდოდეს, ეს არის იდეალური კუბარითის მივიკვებები, დაბალანსებული, ბოსტნეული, ცხიმი, ბოჭკო, ცილა. ცალსაკე ხარ განგიმარტოთ რა არის? მე კი მიხვდებით. ამიტომ ასეთ კომენტარებს არ გავატარებ და ვერ გავატარებ დაუმსახურებელ პროფესორი გახდა თუ არ მაქვს უფლება მე რას ვიღებ დღის მანძილზე მოუყვე ჩემს აუდიტორიას. რა ვიცი, ყველაფერს ვუყვები, ხა კვებასაც მოუყვები ბარემ. ხალხო ცოტა დაეშვით რა, დაეშვით, აგრესიები დაწიეთ, ცოტა ემოციებს დაუწიეთ. აღარ დაიყალეთ. როგორ გიტანენ ადამიანები ოჯახებში? აი ისე მაინტერესებს, როგორ გიტანენ თქვენი ახლობლები მათ სოციუმში. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული იქნება თქვენი ატანა. ძალიან რთული იქნება. ძალიან. დავხუროთ ეს თემა. ნაირად. ხო, გუშინე დადებულ ვიდეოზე მინდა ერთ-ერთი სიტყვა თქვა და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც მომიწოდეთ, რომ კი, ბავშვს იფიქრეო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თხილი არ მაქვს მოყვრილი, ნიგოზი მქონდა და თხილის გარჩევა დამეზარა. მაგრამ თხილი უფრო უხდება. ცხოვრებაში რა გველის და როგორ არც მე არ ვიცი, თუ იქნება თქვენ პირველ რიგში გაიგებთ აუცილებლად და დამიჯერეთ ჩემი მეუღლის მერე. აუცილებლად. როგორ მეტყობა ხო ვაშლატამა რომ მიყვარს. ეს ვაშლატამა ვიჭა. სხვათა შორის ორსულობაში აღარ მონაკოჩი მომიდა ძალიან აუბეთქი როგორ მინდა. აი ძალიან მომინდა და ხა ისაც შეიძლება გინდოდეს და ასედაც ადამიანს, მაგრამ ორსულობაშიო გინდა ნიშნავს, რომ უფრო გამძაფრებული შეგრძნებები გაქვს. ვერ ვიშოვეთ ვერსად. იმ სეზონზე ვერ ვიშოვეთ. ნიკუსით არ მომეწონა. ძალიან გაუბრალეთ იმ კომენტარს. ამიტომ გავიცი პასუხი. მიშველეთ. საჯარო თორისთაც გავიცი. ახლა ავარია რომ მოხდა რამდენიმე დღეს წინ დედა და ბავშვს რო დაეჯახა ავტომობილი. გულში რო გავიგე აი ამ ამბავმა მომცელა დედას გეფიცებით. აი ბოლო პერიოდში უკვე კაი ხანია დავიწყე, აი მაგ რაღაცებს ასხლეტყვა რაღაცნაირად. არ მინდა ხოლმე წავიკითხო, არ მოვისმინო, მაგრამ ეს იმდენად დიდი დოზით არის სოციქსელებში და იმაში და ამაში შეუძლებელია ვერ გაურბიხარ ამებს და მაინც იგებ ამ ყველაფერს რა. ყველაზე ცუდი კიდევ რა არის, იცით, რომ ეს მძღოლი იყო ნასვამ მდგომარეობაში და ასევე დამატებული ნარკოტიკული თხრობა ჰქონდა. ანუ ერთია რომ დაგეჯახება ადამიანს მანქანა, მაგრამ არის ადამიანი, ვინც არც რა ვიცი, რაცა არც ერთ თხრობაში არ არის, უბრალოდ ან საჭე ვერ დაიმორჩილა, ან რაღაც. ეს იმას არის, რომ დამნაშავე არ არის, მაგრამ ნახეთ რას ვამბობ. ეს კიდე სხვა არის. მაგრამ თვრალი რომ დაეგდები საჭესთან და ნარკოტიკული თხრობის ქვეშ ხარ, ეს კიდე აი სხვა რამ არის რა და 12 წელი, მე მგონი 12 წელი თქოს
შესაძლოა მიუსაჯო 12. 12? ანუ 12 წელს ხალხო ლაბის იმაზე უჯე ფეხი გადაგიბრუნდეს და ვიღაცის მანქანას დაეჯახო და ფარი მოტეხო ან რა ვიცი რაღაც შუშას შეეხეთქო და მე არ ვიცი რანაირად ითვლება ეგ რაღაცები, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან ცოტაა ასეთი რამის ფონზე. ძალიან. არ ვიცი რა, ვეღარ ტროტუარზე გივლია ადამიანს. გუშინ მოვიდიოდი სამსახურიდან და გაჩერდა აინთო მწვანე, პარლო წითელი, ანუ და გადავიდეთ. დავიძარით მე ჩემი შვილი და თეა და რამდენიმე ბიჭი გადავდგით და უცებ მოტოციკლეტმა დაქოქა და გამოიქროლა და მე შეშინებული უკან დამფრთხალი გამოვარდი ისე რომ გული აი ასე მაქვს კიდე კაი ბავშვი ეჭირათიეს და უკან წავედი და ფერი არ მედო სახეზე. ამ დროს გავიდა კიდე რაღაცა პერიოდი და მერე დაისრენ მანქანები. ანუ ის არ დაელოდა და გადავიდა ისეთ დროს, როცა არ იყო მითiksi გადასასვლელი, პარალელურად დამაფრთხო და გიჟივით გამომაქცე და კიდე რა ვიცი დავეჭახი რაღაცა მანქანას. რანაირად დადიხართ ხალხო, რანაირად დადიხართ ან ტრასაზე, ან რა ვიცი ტროტუარებზე, არ ვიცი გაუგონარი რაღაცა ხდება ხალხო, ქაოსია ძალიან. ქაოსია. მთელი გულით ვიზიარებ იმ ადამიანების გარდაცვალებას, ვინც ემსხვერპლენ ამ საშინელ არ ვიცი საჭის მართულ ადამიანებს რა, გინდა ის იყოს მოტო, გინდა მანქანა, გინდა ტრაქტორი და რაც გინდა ის იყოს. ძალიან ცუდად დადიან, არ მე მეჩვენება ასე. ჩემი გზა იყო და გიჟივით უკან წინ რაღაც ვეღარ წავედი შიშისგან უკან წავედი, წარმოიდგინეთ. მოგეც. როდემდე? სკროლებზე ვაღარ ლაპარაკობ რა. საერთოდ გადასულები არიან, საერთოდ სხვა სამყაროში. რამდენჯერ გადავჩიცით? მე არ დამჯახებოდა. რაღაცნაირად საჭეს ვეღარ იმორჩილებენ და შენ რა უნდა გაეცალო თორე არ ვიცი. რაღაცები უნდა შეიცვალოს ხალხო. ბოდიშიაში ბახრაშუნი გესმით ნიკოზის და იმის, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ნამდვილად. ძალიან და ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა გამკაცრდეს ეს ყველაფერი. ძალიან უნდა გამკაცრდეს. თან გოგოებო რა იცის ბავშვით რო დავდივარ. ახლა იმდენად არაა მადლობა ღმერთს რომ მომეხსნა ეგ ყველაფერი. დღეს მე-16 დღეა. მაგრამ უფრო მეტად მქონდა ეს შფუთვები და რაღაცები. ვერ შევადარებ ამ მდგომარეობას დამიჯერეთ გოგოებო. ახლა რასაც მიყურებთ, ბევრად ჯანსაღი ვარ. ვიდრე 15 წლის თქო 15 დღის 16 ბოდიში. ჩემი ცხოვრება იყო რაღაც აი ამ ჩაგუბებული და წრეზე დაღოღავდი. შეშინებული, დამფრთხალი და ასე შემდეგ. და უფრო მეტად დაძაბული ვიყავი, უფრო მეტად განერვირებული ვიყავი, უფრო მეტად მეშინოდა ამ ბავშვის ტარება, იმიტომ რომ
სუსტად ვიყავი და ამას დამატებული სკროლებს შორის დავრბოდით მე და ბავშვი. ეს რეალობაა ხალხო. სულ რო კარგად იყო. სკროლებს შორის როგორ ავარიდო ბავშვი, აი 5 ერთად რომ მოდის ტროტუარზე. საით გავიქცე რო აღარ ვიცი. ეს არის. უნდა გამკაცრდეს დიახ. აუცილებლად თან. რა ვიცი, მე სხვა გზას ვერ ვხედავა. რა ვიცი. ძალიან რთული ვითარება. ძალიან. მე რასაც ვუყურებ გოგოებო, ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ხედავთ, რასაც ვერ ვხედავთ. ხანდახან შიში მიპყრობს ხოლმე, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება. რანაირად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ადამიანებს ნერვები არ ყოფნით. ერთი ელემენტარული და მოგარანცხავენ, ისე გაგიმეტებენ, ისეთი სიტყვებით შეგამკობენ, რომ გამოშტერდები. გუშინ მეტროში ჩავდიოდი, რო შევედი. დაახლოებით 7-8 წელს ორი ბიჭი, ცოტა მორბოდასავით რა. ხო და დედა უკან მოყვებოდა, ხა მივხვდი რაღაც სახელო დაუძახა ხა დედა თუ დეიდან რა მშობა ბავშვებს ახლდა მოკლედ რა. ხო და ეს პოლიცია ფთხილადო რა მეტროში დგანენ და ანაირად არ მიხართ თუ რაღაცაად უთხრა და თქვენო დედა ხართო ესეუბნება და პირბადე ეკეთა ამ ქაბატონს და ქართულიო გესმითო ესე და კიო ის ქალიოვნება მე რა სახლში ხوار გონიათო თავიო მიაქციეთო რა ბავშვს ანუ არ ვიცით ხალხო კომუნიკაცია არ ვიცით კომუნიკაცია ეხლა არსად არ გეტყვიან აი ასე რომ აი სახლში კი არ არიან და ბავშვებს მიაქციე ყურადღება თუ რაღაცა ესეც უკვე არ მომწონს არ არის რა ეს ლექსიკა არ უნდა გქონდეს რა ხო უნდა იცოდეს სად მუშაობ როგორ მიმართო და რანაირად უნდა აუხსნა რომ წესებს არ ყვევენ უთხარი რა ქალბატონო საზოგადო ტრანსპორტში დაუშვებელია სირბილი გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება დასრულდა სახლში ხო არ არიან რა უბედურე არ ვიცი ხა შეიძლება მე ზედმეტად ვფიქრობ ხოლმე ეგეთ რაღაცებზე მაგრამ გონია რომ ჩვენ ბევრ სტრუქტურაში დატრენინგება გვაკლია ყოველ შემთხვევაში და როგორ მივმართოთ ადამიანებს არ ვიცით ჩემთვის მაგალითად ეგეთი მიმართვები მიუღებელია არ ვიცი რა ვიცი აბა ყველაფრის თქმის უფლება არ გაქვთ ხალხო ტრენინგებზე რა ვიცი არ დადიხართ ნეტა რა ყველაფერს თავისი ისა აქვს რა რა წესები ხო არსებობს კაცო კანონები ხო არსებობს და იმ სიტყვებსაც აქვს წესები და იმ სიტყვებსაც აქვს ჩარჩოები და აღას შენ ხელახებით კივი ხარ და რაღაცები ეგრე არ არის იმდენი პრობლემა აი რო უყურებ ხოლმე ხო აი დღის მანძილზე მიდის დღე ხო იმდენ რაღაცას ვეჩეხები რომ მე რო ფიქრობ რომ ძალიან მეწყულმანე ხარ მე რო ფიქრობ შეიძლება წესრიგის მოყვარული ვარ ბევრ რამეში და იმიტომ აქ ეგ რაღაცები შეიძლება იმიტომ აქვს რომ სხვაგან უკეთესი მაქვს ნანახი უკეთესი მიმართვებით უკეთესი რაღაცები და ისეთები მინდა მეც რომ მქონდეს ჩემს ქვეყანაში არ ვიცი ყველაფერი ერთად ყველაფერი მეც მიმართავ შესაძლოა ადამიანებისთვის ხანდახან რაღაცა ისე მაგრამ მე ზუსტად მცოდნია რომ სადღაც შევცდი ბოდიში მომიხდია მთელი ცხოვრება გამყვება ხინჯად ერთ-ერთ ადამიანს არ მინდა ხა ჩავშალო ეგ თემა აი რაღაცაირად მას ვქენით რა ქვია ნერვებს რო აყვები და რაღაცა ისე უთხარი საერთოდ რო არ ვაპირებდი იმ რაღაცის თქმას
და რაღაცა სიტყვებს რო სწორად ვერ დაალაგებ და გამოგივა სულ სხვა რაღაც. ღმერთმა იცის რომ მაგის თქმა არ მინდოდა და სულ სხვა რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ემოციების ფონზე სულ სხვანაირად უთხარი იმ ადამიანს და ვატკინე გული. რა თქმა უნდა, მივედი მეორე დღეს და მოვუხადე ბოდიში. და ვუთხარი რომ მე ასე არ მინდოდა თქმა, მაგრამ ასე გამოვიდა. მე ვეღარაფერს ვეღარ ვიზავ, გარდა იმისა, რომ გითხრა რომ მართლა გულით ვწუხვარ, იმიტომ რომ არ უნდა მეთქვა. არ იმსახურებდი და არც მე მეკადრებოდა. დამთავრდა. მოვაგვარეთ. იმაში ბას უგაყვეს მე ის რომ რაღაცა ეს ვუთხარი, მაგრამ მე ჩემი მხრიდან შევეცადე, რომ ამეხსნა მისთვის რომ რაღაცაში შევწდი. და ჩვენ საერთოდ ადამიანებმა ალბათ უნდა ვიფიქროთ ხოლმე, რომ ვატკენთ, თუნდაც იმ დღეს ვერ მოიკრიბო ძალა, მაგრამ მეორე დღეს უთხრა, რომ აი რაღაცა ვერ რა ბოდიში ვერ შევწდი. მე მგონია, რომ პატების თხოვნა სირცხული კი არ არის პირიქით. პატების თხოვნა უნდა შეგვეძლოს, პატების თხოვნა ეს იმხელა უნარია, ჩემი აზრით. რაც ალბათ ბევრს არ გააჩნია ზოგადად რა, იმიტომ რომ აი გამიგია მე ხამაკლია ბუდიში მოუხადო, ოღონდ ძალიან რო შეცდი და უნდა მოუხადო. აი გამიგია მსგავსი რაღაცები და არ მივესალმები. რაღაცა შენ თავს ვერ ახტები, ოღონდ ძალიან დამნაშავე რო ხარ. შესაძლოა ბუდიში რა არ უთხრა, მაგრამ მიხვიდე და უთხრა რომ ასე არ უნდა მეთქვა რა. ეგ უკვე ბოდიშია და ის მიხვდება რომ რაღაც არ შეგიძლია, მაგრამ ნაბიჯი გადმოდგი. ნებისმიერ ურთიერთობაში ეს იქნება ქმარი, ეს იქნება შეყვარებული, ეს იქნება მული, ეს იქნება მაზლი, მეზობელი, ვიღაცა გამვლელი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ რაღაცნაირად ვუთხრათ, რომ იცი რა, შემეშალა. მე რაღაცა რომ შემშლია და რაღაცა ისე მithქვამს ან რაღაც ელემენტარული რა ვიცი მე ხო აი თუნდაც ჩემს მეუღლესთან ახლა კაი ყველაზე ისეთი ის ვთქვათ მეუღლესთან მithქვამს რომ ბოდიში მე ასე არ მინდოდა რა და რაღაცა ისე გამომივიდა რომ აი მაგრამ არა ეგრე არ უნდა მithქვა არ ვერიდები ვეუბნები იმიტომ რომ მას არ ეკონოს ის რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს მისი ემოცია და გრძნობები, როცა მე ვარ დამნაშავე. მაინტერესებს მისი ემოციებიც და გრძნობებიც მაინტერესებს. ბოლო პერიოდში, აი ბოლო 1 წელი ალბათ, უფრო მეტად გავიაზრე სად უნდა უკან დავიხიო კი არა, სად უნდა ვიყო ნეიტრალური და არა რადიკალური. ძალიან ბევრი წელი, აი რქებით რო აწვევი ყველაფერს, ხო იცით? და ასქვია, არც ერთ სიტყვას რო არ თმობდა, არც ერთ გამოხედვას რო არ თმობდა რაღაცა. სულ ხანჯალი რო ამოღებული და გამ პოზიციაში ვიყავი და არ ვიცი რატო ვიყავი და რატო მეგონა ეგ ნორმა, რომ სულ ხმალ ამოღებული და ვდგარიყავი და მქონდა რა ესეთი მომენტები, არ ვიცი ოღონდ რატო, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ვერ გავიაზრე კიდე ერთად ცხოვრების რაღაცა არსი, შესაძლოა, არ ვიცი, რომ მარტო ის არ არის რომ ხმალი იშიშვლო, ბალანსია რა საჭირო და თუ ადრე რაღაცა ელემენტარულზე ცეცხლს ვანთებდი, ახლა ვცდილობ რომ კოცონზე გადავისდე და არ გისქისებდეს ეს ცეცხლი და ვცდილობ რომ ემოცია ძალიან დავხიო უკან და არ ვიყო პირდაპირ და შევეცადო ადამიანური ენით რაღაცები გავარკვიო რაღაცები ავხსნა, რაღაცები ვთქვა, გესმით? ანუ რო ვუყურებ აი იმ რაღაცებს და ამ რაღაცებს, აშკარად ეჟობია, იმიტომ რომ ეს ბევრად უკეთესად ანარჩუნებს ყველაფერს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ დათმე მოგტეხა ქმარმა თუ რა. არა. ჩვენ ერთად ვცდილობთ, რომ რაღაცები დავაბალანსოთ, რაღაცა ერთმანეთის ემოციები, რომ შევხედავთ, ხო, აი თუნდაც ჩემი მეუღლე ხედავს, რომ რაღაცა აფეთქების წუთები მაქვს და რაღაცა შესაძლოა სულ არაფერი ხდება, მაგრამ გადაღლის ფონზე ვარ რაღაცა არადეკვატური, ვცდილობს, რომ ნეიტრალური იყოს და ზედმეტად არ შეეხოს ჩემს რაღაცებს, რომ არ გამაღიზიანოს უფრო მეტად. ეს არის ურთიერთობა. ადრე რაც იყო ყველა სიტყვაზე ეს ხტუნაობა და ემოცია, რეალურად ეს არ არის ურთიერთობა, ხო? რაღაცა სულ ემოციებზე რო ხარ და
სულ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხმალი რო გაქვს მოშიშვლებული, არ არის, ხო? ეგ არ არის. არ შენარჩუნდება არაფერი, არც ერთი ურთიერთობა არ შენარჩუნდება რა. მაგრამ რო უკვე იწყებ რეალობის გაანალიზებას, რომ შენ შეგიძლია სულ ფეთქებად რეჟიმში კი არ იყო, შეძლო დალაპარაკება, შეძლო ახსნა, ხანდახან რო რაღაცას შეცდები, შეძლო მიხვიდე და უფრო ჩაეხუტო და ამით გასაგები იყოს ის, რომ ხო ეს რაღაცა ზედმეტი მოგივიდა და რაღაცეები, ეს არის უკვე ჩემთვის ურთიერთობა და არა ის, რომ დათმე და მოგტეხა. ვერავინ არ მოგტეხა თუ რაღაცებს არ გადახედავ და საერთოდ რატო ითვლება რომ ვიღაცა ბრთა მოგატეხა თუ რაღაცა მოგატეხა. არა, ხო? უბრალოდ შენ ცდილობ რომ შენ საყვარელ ადამიანს მეტად გაუფრთხილდე. ნაკლები უთანხმოებები გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს დაიბრმაო თვალები, დაიყრუ ყურები და ვითომ იმაში ხარ უკვე საბუთხეში ზიხარ. არა, მაგრამ ადრე თუ გეუბნებით რომ ეგრევე ის იყო რა ქვია ხანძარი, ახლა კოცონით ვიწყებ, რაც ჩვენს ურთიერთობას ბევრად დაეტყო, რა თქმა უნდა, ჩვენს დამოკიდებულებებს ძალიან კარგად დაეტყო და ყველაზე კარგი არის ის, რომ ეს არის უკვე ორმხრივი და არა ცალმხრივი. რომ ვისწავლეთ რაღაცნაირად ერთობლიობა, ერთმანეთის მეტად გაფრთხილება, ერთმანეთის ემოციების მეტად დანდობა, რაც თქვათ ადრე არ იყო, იმიტომ რომ მერწყული ვარ და მე სულ ჰაერში ვარ და მზად ვარ რომ დაგლიჯო ადამიანი. რაღაცნაირად და სულ ემოციებზე ხტუნავდი და მეტად ემოციური ვიყავი, მაგრამ ეს ემოციები ალბათ ხდება კიდეც ესე, რომ დროსთან ერთად სტაბილურდება. არ ვიცი, აი ვინც ხართ უკვე თქონდაც 10-15 წლის ოჯახი, ვისაც გაქვთ როგორ არის ეს თქვენ შემთხვევაში, ან თუნდაც 5 წლის ოჯახი გაქვთ, 4 წლის, ზოგს 3 წლის ოჯახში და 1 წლის ოჯახში დაუსტაბილურდა, ხო ეს ემოციები, თქვენ როგორ გაქვთ დამიწერეთ და ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ მე ცოტა გვიან დამისტაბილურდა ეს ყველაფერი, მეტად გვიან ვიღაცისთვის გვიან, ვიღაცისთვის ჩოლები მოვლენა, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადრე როგორც ვიყავი, ცოტა მეტი დრო დამეკარგა ამ ზედმეტ ემოციებში და უკეთესი იქნებოდა ცოტა ადრე დამესტაბილურებინა ეს და მეტად შემბრალებოდა ერთმანეთის ზედმეტი ემოცია და არ მეთამაშა ხანდახან ემოციაზე, თუნდაც საკუთარზე და ამით საკუთარი ემოციები დამესტაბილურებინა. ახლა თუ რაღაცაზე მე კაი რა შემოსიყო. კაი რა, ხო კაი კაცო რაღაც ასე ვიტყვი, ადრე ამას არ ვიტყვი. ბატონო, ადრე ასე ვიტყოდი. ოღონდ ახლა რომ ვფიქრობ, რა ძალა მედგა. აი იმ სისულელეზე, რაზეც ბატონო მეკაჩებოდა თვალი, რატო მეკაჩებოდა დღემდე ვერ გავიგე. იმიტომ რომ ისეთი დებილობები იყო მართლა და ისეთ სისულელეებზე ვხტუნაობდი ნერვებით, რომ ახლა რომ ვუყურებ აი მიშველეთ იმაზე რა მახტუნავებ და ასეა. ნუ ხო რა, ასე ხდება რა, ჩვენც არ ვიცით რა თუ ხდება, მაგრამ ასე ხდება რაღაც ადრე ძალიან ისე ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან ვუფრთხილდები ყველანაირ ემოციას და აბსოლუტურად ყველაფერს. ხო და ალბათ ეს არის რაღაცა სიყვარული და ურთიერთგაგებას, რასაც ვეძახდით. მე ახლა უფრო მეტად მაქვს ვიდრე ქორწინების დასაწყისში რა და უკეთესი იქნებოდა თავიდანვე ასე ყოფილიყო, მაგრამ რაღაცები ვერ გავიგე. მე ძალიან ადრე მაქვს ჩაწერილი ვიდეო, არ ვიცი თუ გაზიარდა აუცილებლად მინდა რომ გაგიზიაროთ, საუბრობ ჩემს ემოციებზე, საუბრობ იმ პერიოდზე, როცა მე ვიმშობიარე, როგორი რთული გზა იყო, აი უფრო მეტად ემოციაში ვიყავი შესული და ის ვიდეო მინდა რომ რაღაცნაირად გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ის მე იმდენი ხანი გავიდა ხალხო, რომ არც გახსოვთ ალბათ ეგ ვიდეო და თან იმდენი ახალი ადამიანი მყავხართ, რომ არც გექნებათ ნანახი, ძალიან ძველი ვიდეოა. და აი ამ ყველაფერმა პლუს განაპირობა რაღაცა ზედმეტი რაღაცეები რა. იმ რთულმა ორსულობამ, იმ მშობიარობამ, იმ გართულებულმა ხასიათმა, მე მშობიარობის მე და ბევრმა რამემ კიდე რა. მაგრამ ჩვენ შევძელით ერთობა, შევძელით ურთიერთობის დასტაბილურება, შევძელით ერთმანეთის გაფრთხილებაზე ზრუნვა.
ამისათვის თუ სხვა ქვეყანაში ოჯახის ფსიქოლოგებია საჭირო და რაღაცები, ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენი ძალებით გაგვეკეთებინა ეს და რაღაცა ჩიხებში თუ შევდივართ ახლა, ვცდილობთ, რომ ბევრად მარტივად გამოვიდეთ, ვიდრე ადრე რომ შევსულიყავით და ჭიჭკნიდით და ვერ გამოვდიოდით რა რაღაცეთ, იმიტომ რომ ორივე ძალიან ჯიუტები ვართ და ორივე ძალიან პრინციპულები ვართ, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს დავუწიეთ. შესაძლოა ეს ნორმაა ოჯახურ ურთიერთობაში, რომ მე სტაბილურდება რაღაცები, ეს იმას კი ანიშნავს, რომ აღარ გაინტერესებს თუ რაღაცა. არა, უბრალოდ როცა გიყვარს, ვცდილობ, რომ არ ატკინო. დღეს თუ ატკენ, ხვალ ჩაიხუტო, თუ ადრე ატკენდი და მე ერთი კვირა ტკენდი, ახლა კიდე სხვანაირად რაღაცნაირად გენანება ეს ურთიერთობა რა. არ ვიცი, ადრე რატო იყო ასე და ახლა რატო, მაგრამ ადრე კიდე სხვანაირი ემოციები იყო, სხვანაირი პრობლემები იყო, სხვანაირი დარდი იყო, სხვა რაღაცები ხდებოდა და კიდე მეტად ვერ ვიაზრებდი ალბათ ვერც ერთი რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავით ერთმანეთისათვის. თუ რა იყო, არ ვიცი, ზუსტ სახელებს რაღაცნაირად ვერ ვარქმევ ხოლმე, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ახლა ვართ ის, ვინც გვინდა რომ ყოფილიყავით თუნდაც მაშინ რა. პლუს ამას ალბათ არ ვიყავი ოჯახის შექმნისათვის მზად, აი იმ ვიდეოში, რომელსაც მე გესაუბრებ, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. მიუხედავთ იმისა, რომ პატარა ასაკში არ გავთხოვილ ვარ მეგობრებო, მე არ ვიყავი ოჯახისთვის მზად. არ ვიყავი მზად იმისათვის, უცებ სხვა რეალობაში აღმოჩენილიყავი, არ ვიყავი იმისათვის მზად უცებ რაღაცა ერთი წუთი დედიკო დავასრულებ. კი, ჩაიცვი ეგდე. შეიძლება. კი. არა, დაგცხება. მაისური გაიხადე. არ ვიყავი იმისათვის მზად, რომ აღმოჩენილიყო უცებ ესეთი რთული ორსულობა. ბევრი რამისთვის არ ვიყავი მზად რა. მაგრამ ალბათ მე გამოცდილებმა და რაღაცებმა ნელ-ნელა ყველაფერზე პასუხი გამცარა. რა თქმა უნდა, რაღაცეებში, რომ მეც ძალიან დამნაშავე ვიყავი, ამის არ აღიარება უბრალოდ სირცხვილია და ამას არ ვაკადრებ არც ჩემ თავზე, არც ჩემს მეუღლეს, რაღაცეებში და რაღაცეებს გულისხმობ იმას, რომ ზედმეტად ფეთქებადი ვიყავი, ზედმეტად ემოციური ვიყავი, ზედმეტად რადიკალურად ვიყავი ყველაფერზე გაწყობილი, რომ ან ასე, ან არაფერი, ან ასე რაღაცა ესე ვიყავი და ახლა ასე არ არის. ეს თუ არა იქნება, ასე მოვსინჯოთ. ახლა ასე ვუდგებით და დამიჯერ რაღაცების შესაძლოა მამაკაცმა არ იცოდეს რა, მაგრამ ჩვენ ქალები მე რაღაცნაირად ამ ყველაფერს თითქოს ვასწავლით, თითქოს ერთიანად ვაკეთებთ უკვე ყველაფერს და მოყვება რაღაცნაირად, იმიტომ რომ შენ გახედავს აი რაღაცა დამთბარ რაღაცეებს და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ მიხარია, რომ რაღაცები ძალიან დაალაგებულია ჩემს ცხოვრებაში და ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ კაბათობთ რაღაც, რა ვიცი, ოჯახი არის, ვინც არ კაბათობს, თუ ხართ, რა ვიცი, რანაირად დახიხებთ, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ რა ვიცი, ძალიან იშვიათი გამონაკლისია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა სხვანაირად ვალაგებთ თუნდაც ამ კამათს. ახლა სხვანაირად შეგვიძლია ამ კამათზე თუნდაც საუბარი მე მეტად შემიძლია, ვიდრე ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ არ შეუძლია რაღაც ესე დაჭდეს და ცოტა უჭირს, მაგრამ მე ვსაუბრობ და მე უკვე ერთად ვსაუბრობთ ხოლმე რა. ასე რომ ერთმანეთის კომპლექსების მოხსნაც მნიშვნელოვანია. და გადადგი რა ნაბიჯი თუ ხედავ, რომ მას უჭირს ეს, მაგრამ უნდა მიეხმარე და მე თავისი დალაგდება ყველაფერი და გადმოდგავს ნაბიჯს.